მოგესალმებით. ეთერში გადაცემა რეზიუმე სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალიტრის ეთერით და მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურავს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ Facebook-ზეც გვიყუროთ პალიტრა ნიუსის გვერდზე და ასევე YouTube-ზე პალიტრა ნიუსის არხზე. საქართველოს ხელისუფლება EUTOS-თან დაპირისპირებას აგრძელებს. იცით, რომ EUTOS საპარლამენტო ასამბლეამ მწვავე რეზოლუცია მიიღო და ამ განხილვის დროს საქართველოს დელეგაციამ დარბაზი დატოვა პროტესტის ნიშნად. დღეს ახალი, ასე ვთქვათ, ნარატივი შემოგთავაზა ხელისუფლებამ. ისინი ამბობენ, რომ უკვე ფაქტობრივად აზრი აღარ აქვს არჩევნებზე EUTOS მოწვევას. მაგალითად, ვოლსკიმ თქვა ასეთი რამ: EUTOM ამ რეზოლუციით პრაქტიკულად წერტილი დაუსვა საკუთარ EUTO-ოდრის სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს. ისინი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც ამის არანაირი ფაქტი არ გააჩნიათ. საუბრობენ პოლიტპატიმრებზე, თუმცა ზუსტად იციან, რომ ამ ადამიანებს მიუხედავად მათი პოლიტიკური სტატუსისა კონკრეტული დანაშაულებები აქვთ ჩადენილიო, თქვა ბატონმა ვოლსკიმ. დაახლოებით იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა ირაკლი ქადაგიშვილმაც, როგორც ჩანს ეს როგორც გითხარით, ასე ვთქვათ, არ არის შემთხვევითი განცხადება. ეს დოკუმენტი თავიდან ბოლომდე ჯოულსუნისა და იმ პოლიტიკური წრების მანიპულაციური პოლიტიკის შედეგია, რომლებიც უპირატესობას არა დემოკრატიულ პროცესებს, არამედ საკუთარი მიზნების ნებისმიერი გზით მიღწევას ანიჭებენო, თქვა ბატონმა გია ქადაგიშვილმა, როდესაც ორგანიზაციას შენ მიერვე გაკეთებული დასკვნის დაცვა არ შეგიძლია, მართლაც ჩდება კითხვა, რა აზრი აქვს შენს მოწვევასო. ნუ სავარაუდოდ, როგორც ადგილობრივ არჩევნებზე არ მოიწვიეს EUTO, შეიძლება მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეც არ მოიწვიო. ნუ ამ ფონზე ჯოულსონმა გასცა მათ პასუხი სამარცხულმა, რომ საქართველოს დელეგაციამ EUTO-s საპარლამენტო ასამბლეის ხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მოიცადე და ნახავთ, რას დავამტკიცებთ ასამბლეის მომავალი წლის ჩარლსტონის შეხვედრაზე, განაცხადა ჯოულსონმა. ამავე დროს Human Rights Watch-ის ანგარიში გამოქვეყნდა საქართველოზე, სადაც ასევე საკმაოდ მძიმე შეფასებებია საქართველოს ხელისუფლება რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისთვის იყენებს. საერთაშორისო პარტნიორება რეაგირება უნდა მოახდინონ, მათ შორის სანქციებით. რა რეაგირება შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს სანქციებით თუ მხოლოდ რეზოლუციები? ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემის პირველ ნაწილში. ასევე შევეცდებით რეგიონში მიმდინარე თემებსაც შევეხოთ. იცით, რომ ანკარაში მნიშვნელოვანი სამიტი ჩატარდა, ნატოსი, ირან-ამერიკის ომი განახლდა და თუ დრო დაგვრჩა ამ თემაზეც ვისაუბრებთ. ლაშა ზებისაშვილი იქნება ჩვენი სტუმარი, მივესალმებით მას, ლაშა, გამარჯობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ბოლო რამდენიმე დღეა ვაკეთებ აქტიურად გადაცემას ოცნების საგარეო პოლიტიკაზე, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ, რომ ოცნება ფაქტობრივად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას უცხადებს, ასე ვთქვათ, ნაბიჯ უნდობლობას. ხო, ჯერ იყო, რომ ევროპარლამენტი იყო, ასე ვთქვათ, deep state-ის გავლენის ქვეშ პირველი მსხვერპლი ევროპარლამენტი იყო მათი. და მათ ევროპარლამენტელებს ლანძღვა, ჩალის ფასი აქვს ამ ყველაფერს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მერე ვნახეთ ჩვენ თავდასხმა ევროკავშირის ბიუროკრატიაზე და თავიდან ბოლომდე ბრიუსელს ლანძღავენ. ამას მოყვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ასამბლეის დატოვება. იქ არ დასწრება და მათი, ასე ვთქვათ, მათი რეზოლუციების ჩალის ფასად გამოცხადება და დღეს უკვე ვხედავთ, რომ EUTO საპარლამენტო ასამბლეაზე დადიოდნენ აქამდე, მაგრამ მას შემდეგ რაც ეს რეზოლუცია მიიღეს, უკვე ვხედავთ, რომ EUTO საპარლამენტო ასამბლეაც და მათი რეზოლუციას ჩალის ფასად ცხადდება და სავარაუდოდ EUTO სადამკვირვებლო მისიასაც აღარ მოიწვევენ. ნუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა Human Rights Watch-ის ანგარიში არ მიაქცევენ ყურადღებას, გასაგებია. საბოლოო ჯამში ოცნების საგარეო პოლიტიკა ის ვექტორი საითკენ არის მიმართული, ანუ სრულ იზოლაციისკენ მიდიან ისინი და ეს რამეს პრობლემას შეუქმნის მათ თუ საერთოდ არც კი ადარდებთ ეს მიმართულება? ხო, დავიწყოთ იმით, რომ რეალურად EUTO იყო ის ბოლო პლატფორმა, ის ჩარჩო ორგანიზაცია, სადაც ოცნებას ჯერ კიდევ შეეძლო მეტნაკლებად მონაწილეობის მიღება, ან უპრობლემოდ მონაწილეობის მიღება, მიუხედავად იმისა, რომ საკუთრივ EUTO-s მიერ დადებული დასკვნა საპარლამენტო არჩევნების ფარგლებში არსებული დარღვევების შესახებ, ოცნება კი აცხადებს, რომ პოზიტიური დასკვნა იყო, მაგრამ რომ გადახედოთ ამ დასკვნას, იქ 70% ტექსტი სრულიად ნეგატიურ კონტექსტში არის გადაღებული. ხო, რადგან პირდაპირ არ ეწერა იმ დასკვნაში, რომ გაყავლდა არჩევნები, რაც წერია მაგას ნიშნავს ფაქტობრივად. ხო, შეგიძლიათ გააწითლოთ ის ტექსტის ნაწილები, სადაც უარყოფითად და მოკლედ გაკრიტიკებული არის და მიხვდებით, რომ 70%-ზე მეტი ტექსტი პირდაპირ მიუთითებს ოცნებას, რა იყო იქ, ასე ვთქვათ, დაშავებული.
მაგრამ თუ ჩვენ შევხედავთ ზოგადად რა გზას მიყვება ოცნება, აქ არაფერი ჩვენთვის სიურპრიზი არ არის, იმიტომ რომ ნებისმიერი რეჟიმი, პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც მიზნად ისახავს ჩამოყალიბებული ავტორიტარული სისტემის შექმნას, ის გინდა არ გინდა, მაგრამ ის თანდათანობით დაემშვიდობება ასეთი ტიპის ორგანიზაციებს, რომლებიც მეტნაკლები ხარისხით, მაგრამ აკვირდებიან დემოკრატიული რუსეთის გზას გავივლოთ, ხო? ჯერ საბჭოდან გარიცხეს, მერე უთოდანაც. ყველა ავტორიტარული, ანუ კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმი, გნებავთ რაც გნებავთ ის უწოდეთ ტოტალიტარული, ავტორიტარული თუ ტირანია თუ ასე შემდეგ, მაგრამ ის პოლიტიკური სისტემა, რომელიც ერთი პოლიტიკური მმართველის გარშემო აშენებს მყარ პირამიდას და გარკვეულწილად პიროვნების კულტსაც კი აყალიბებს, ბუნებრივია ესეთი ტიპის პოლიტიკური რეჟიმები ვერ ითანამშრომლებენ, ვერ დარჩებიან უბრალოდ იმ ორგანიზაციების ჩარჩოებში, რომლებიც მეტნაკლები ხარისხით ცდილობენ რომ დაიცვან დემოკრატიული სტანდარტები. ეხლა ჩვენ რომ ისტორიას გადავხედოთ, EUTO ზოგადად როგორ შეიქმნა, რომლის დამაარსებელი აქტი არის ჰელსინკის აქტი 75 წელს და ჩვენ მივხვდებით რეალურად რა შორს ვართ ჯერ ჩვენ, ანუ ის მთელი დიდი მოძრაობა, რომელიც 74 და 15 წლიდან მოდის და ადამიანის უფლებების ასე ვთქვათ დაცვით იყო დაწყებული, რომ თელ ანუ ვლადივოსტოკიდან ლისაბონამდე ეს სივრცე უნდა ყოფილიყო დემოკრატიული სივრცე და შემდგომში უკვე საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული მთელი ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდი პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოს და სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მთავარი ამოცანა იყო, რომ EUTO-ში გაწევრიანებით ხდებოდა ერთგულების ჩვენება სწორედ ამ დემოკრატიული პრინციპებით. აქ ბევრი სხვა კომპონენტიც არის, უსაფრთხოება, დემოკრატიული სისტემის მშენებლობა და ამაზე ხა არ შევალთ დეტალებში, მაგრამ ორ რამეს ემსახურებოდა EUTO, ეს არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მეორე ეს არის დემოკრატიული პრინციპების გამყარება და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა. ეხლა სულ სხვა პრობლემა არის, რამდენად EUTO როგორც ორგანიზაცია ფლობს იმ ბერკეტებს, რომლის მიხედვითაც ხდება, ასე ვთქვათ, დამნაშავე ბრალებში სახელმწიფოს დასჯა თუ იძულება იმისთვის, რომ დაიცვას ის ყველა მოთხოვნა, რასაც დემოკრატიულ სახელმწიფოს წესით უნდა შეასრულოს ამ სახელმწიფომ. ეს ცოტა სხვა თემა არის, მით უმეტეს, როცა დღეს ჩვენ ვუყურებთ საერთაშორისო ურთიერთობების ცოტა არ იყოს და სხვა ტრანსფორმაციას, სადაც საერთაშორისო ინსტიტუტები სულ უფრო ნაკლებად ფლობენ ბერკეტებს ზემოქმედების სახელმწიფოებზე, სადაც საერთაშორისო ურთიერთობები სულ უფრო პერსონიფიცირებული არის სახელმწიფო მეთაურების ხრიდან. ამის იმედიც აქვს ხოლმე, ამიტომაც არის დიდგულზე. შესაბამისად და ის დინამიკა, რასაც ჩვენ ვუყურებთ ერთის მხრივ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ну, აქ ახლა ჩვენ ვერ აუვლით გვერდს იმ გავლენას, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია ახდენს საერთაშორისო ურთიერთობებს პრაქტიკულად, ანუ მთავარმა სახელმწიფომ, რომელმაც მთელი ეს ინფრასტრუქტურა ააშენა დემოკრატიული და უსაფრთხოების გლობალური, თვითონ ანგრევს ამ თავის ამ აშენებულ ინფრასტრუქტურას და აბსოლუტურად სხვა წესებზე, მე-18-მე-19 საუკუნის წესებს ამყარებს ხელახლა. და ის რაც ევროპაში მიდის დინამიკა, ანუ გასაგებია რომ მათ შორის ევროკავშირიც და ევროპაც ვერაუვლის გვერდს ამ დინამიკას და შეიძლება ჩვენ რამოდენიმე წელიწადში განსხვავებული ევროპა ვიხილოთ. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ამ გადმოსახედიდან ოცნება უყურებს ამ ორგანიზაციებს და მიაჩნია რომ ამ დინამიკის პროცესში ამ ორგანიზაციებს სულ უფრო ნაკლები მნიშვნელობა ექნებათ მომავალში და შესაბამისად საინტერესო თემაა რომ ისინი ის ადანაშაულებს ამ ორგანიზაციებს პოლიტიკურ ასე ვთქვათ შურიზებაში გუშინ შალვა პაპუაშვილი პროფესორად ეს დიდი განსხვავება აღარ არის მათ შორის მაგრამ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა ეს განცხადება რომ აი ეს არის რაღაცა შურიზება და მათ პროპაგანდისტულ მედიას თუ გადახედავ ამაზე აქვს აქცენტი რომ იმავე ქმედებების გამო რასაც სომხეთიც აკეთებს სომხეთს არ აკრიტიკებენ ჩვენ გვაკრიტიკებენ ანუ ორმაგი სტანდარტებით გვიდგებიან და გულისხმობა ალბათ არჩევნებთან მაგალითად ემიგრანტებს სომხებაც აუგზავნეს არჩევნებში მონაწილეობა და ნუ სხვა თემები ანუ ასეთ დამოკიდებულება აქვს რომ ქართულ მაყურებელს და მათ ამორჩევლებს მიეწოდნენ ინფორმაცია რომ მთელი ეს დასავლური სამყარო მოქმედებს ორმაგი სტანდარტით და ჩაგრავს ქართულს. დავიწყებ იმით რომ აქ ფაქტობრივ შეცდომას უშვებს შალვა პაპუაშვილი და ზოგადად ოცნების წარმომადგენლები, იმიტომ რომ მიუხედავად სომხეთის მხრიდან დეკლარირებული პოზიციისა, რომ ანუ პროევროპული პოზიციისა, სომხეთი არ არის ოფიციალურად კანდიდატი ქვეყანა
მას არ აქვს ის მექანიზმები შეთავაზებული, რაც საქართველოს აქვს შეთავაზებული და როცა ქვეყანა ოფიციალურად აცხადებს, რომ მას სურს გახდეს როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის წევრი, ბუნებრივია ის თავის თავზე იღებს მთელ რიგი ვალდებულებებს, რასაც წევრი სახელმწიფოები წესით უნდა ასრულებდნენ და რასაც სომხეთი ბუნებრივია არ ასრულებს, ან ვერ შეასრულებს ამ ეტაპზე. ბუნებრივია სომხეთის მიმართ მოთხოვნები იქნება აბსოლუტურად განსხვავებული და ჩვენს მიმართ იქნება აბსოლუტურად განსხვავებული. მე აღარ ვსაუბრობ იმ განვლილი აწლეულების პერიოდზე, სადაც რაც ჩვენ გამოვიარეთ ჩვენ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობებში, სადაც არაერთი, ასე ვთქვათ, მიღწევები გქონდა ამ თვალსაზრისით უვიზო რეჟიმი ერთ-ერთი მაგალითი არის ამისა. ანუ ჩვენ ბევრი რამ შესრულებული გქონდა, რის ახლა რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, რისი უკან, როგორ გითხრათ, ეს რისი უკუ პროცესი არის რეალურად ახლა დაწყებული და ანუ ბაზისური მოთხოვნების შესრულება გვიწევს უკვე ახლა, რაც იდეაში ადრე შესრულებული ჰქონდა. ცალკე რაც კიდევ ქართულ ოცნებას ნუ მე ვფიქრობ, რომ ახლა იმ პარადიგმიდან გამომდინარე, რასაც ქართული ოცნება ფიქრობს, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ჯერ კიდევ ეშლება. მას გონია, რომ ამ ორგანიზაციებს იქიდან გამომდინარე, რომ მათი გავლენა მომავალში, მათი წარმოდგენით შემცირდება, რისი საფუძველიც გარკვეულწილად არსებობს. მათ გონიათ, რომ მათ ზემოქმედების ბერკეტი ამ ორგანიზაციებს მაინც არ აქვთ საქართველოზე და იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც არ ექვემდებარებიან ან არ ცდილობენ მაინც და მაინც დაეცვან დემოკრატიული სტანდარტები და შესაბამისად ქართულ ოცნებას შეუძლია თვალი დახუჭოს ამაზე და არ მიაქციოს ყურადღება და გააგრძელოს ჩვეულებრივი კურსი. ნუ დავიწყებ იმით, რომ ჯერჯერობით ესე არ არის, რაც არ უნდა ზემოდან უყურებდეთ აი ამ მულტილატერალურ ესეთ ასე ვთქვათ ფართო მასშტაბით ოპერირებად ორგანიზაციებზე, როგორც არის EUTO, საპარლამენტო ასამბლეა ევროკავშირის და ასე შემდეგ, ჩვენ მაინც უნდა გვესმოდეს, რომ მათ აკავშირებს ის ზოგადი კონსენსუსი, რაც პოლიტიკურ სივრცეში იქმნება ზოგადად საქართველოს კონტექსტში და ეს კონსენსუსი მე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს უკვე თავრობების გადაწყვეტილებაზე. იქნება ეს სასანქციო პოლიტიკა, იქნება ეს უვიზო რეჟიმის, იქნება ზოგადად კანდიდატის სტატუსის მინიჭება, წართმევა თუ ასე შემდეგ, მაგრამ ეს კონსენსუსი ყალიბდება. ბოლო-ბოლო გროვდება, ხო? როცა ყველა ორგანიზაცია თანხდება შენ შესახებ, ხო? ნუ მე შენ გინდა იზახე, რომ სამართლოდ მეკცევიან, გინდა რა თქმა უნდა. პირიქით, ან თუ ქართულ ოცნებას იმის მიზანი აქვს დეკლარირებული, რომ რაღაცნაირად როგორც პოლიტიკური რეჟიმი შეინარჩუნოს უკან დახევის გზები და სალაპარაკო შესაძლებლობა მაინც ჰქონდეს აი ამ პრაქტიკულად ნეიტრალურ ჩარჩოებში, როგორიც არის EUTO, ახლა მე სტრატეგიულად შევინახავდი, ასე ვთქვათ, ანუ არ ვიტყოდი უარს ამ რადიკალურ ენაზე კომუნიკაციაზე EUTO-სთან და პირიქით შევეცებოდი, რომ გარკვეულწილად რაღაც ხო, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ არის და ვცდილობ, რომ ეს არის შეცდომა, ბუნებრივია, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ანუ ის დრო, როცა EUTO და სხვა საპარლამენტო ესე ვთქვათ ასამბლეის თუ ასე შემდეგ ფორმატები გაუქმდება და მათ არანაირი ეფექტი არ ექნება, ეს დრო ჯერჯერობით შორს არის. და ნუ სტრატეგიული გადმოსახედნად ვფიქრობ, რომ არ იქნება. ნუ ივანიშვილს და ქართულ ოცნებას აქვს ერთი სტრატეგია ამ ხნის განმავლობაში და ტაქტიკა, რომ ისინი მათ სულთ აჩვენონ, რომ არანაირ ზეწოლას ისინი არ ექვემდებარებიან და ყველა ასეთ განცხადებაზე პასუხობენ დემარშით, შეურაცხყოფით და ზოგჯერ მოქმედებითაც კი გაუარესებით, მაგალითად თუ არის შენიშვნა დემოკრატიის გაუარესებაზე, ქართულ ოცნება კიდევ უფრო აუარესებს. მაგალითად, ეხა დაატარებენ აგერ პოლიტიკოსებს და შეიძლება რაღაცა საბოტაჟის აბსურდულ საქმეზე დააკავონ მთელი ოპოზიციის ლიდერშიპიას. ქართულ ოცნება ახლა კიდევ ერთხელ ცოტა ჩვენი და რომ გამოვიდეთ ბაბლიდან ამ სიტყვა რო ვიხმარო და რომ შევხედოთ ქართული ოცნების გადმოსახედიდან ის ცდილობს რომ საკუთარი თავი მოაჩვენოს და გარკვეულწილად მოირგოს ეს აზერბაიჯანის მოდელი. ხო, ანუ ის პირდაპირ ამბობს, ჯერ არ არის გადასული, იმიტომ რომ იმისათვის რომ სრულიად აზერბაიჯანის მოდელი მოირგო, შენ ღიად უნდა თქვა რომ მე არ მაინტერესებს ევროკავშირი, ღიად უნდა თქვა რომ მე არ მაინტერესებს ნატო, ღიად უნდა გამოიყო ის დრაკონული ის მეთოდები, რა ჯერჯერობით არის გამოყენებული, ასობით, ათასობით ხალხი უნდა გაუშვა რეალურად ციხეში და უნდა თქვა რომ всё, ანუ დამთავრდა ყველაფერი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართულ ოცნება მიანიშნებს, რომ იცით რა, თუ თქვენ მზად ხართ ესეთ დამთავრებულ ავტორიტარულ რეჟიმებთან, როგორიც არის თუნდაც ცენტრალური აზიის
ქვეყნები და ან აზერბაიჯანი ითანამშრომლოთ და თვალი დახუჭოთ იმ პოლიტიკურ გადაცდომებზე, რაც ჩვენთან, რომლებიც ჯერ კიდევ სანახევროდ ვითომ დემოკრატიულები ვართ, ჩვენთან რა პრობლემა გაქვთ. უბრალოდ ქართულ ოცნებას ის ლოგიკა ვერ გაუგია კიდევ ერთხელ, რომ თუ პრეტენზია გაქვს დემოკრატიულობაზე, ბუნებრივია შენთან გაცილებთ უფრო მაღალი მოთხოვნები იქნება, ვიდრე არადემოკრატიულ სახელმწიფოებთან, მაგრამ აი ეს დიქოტომია ქართული ოცნების, რომ ერთის მხრივ აშკარაა სურვილი, რომ შეიქმნას აზერბაიჯანული მოდელი, მეორეს მხრივ ბოლომდე ვერ ვემშვიდობებით ამ დემოკრატიულობას თამაშს და ვერ გადავდივართ აი მართლა ტირანულ ტოტალიტარულ მართლობაზე, ეს თვითონ ქმნის გამოუვალ მდგომარეობას ოცნებისთვის, რომ ერთის მხრივ დეკლარირება ხდება, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ევროპისკენ მივდივართ, რა თქმა უნდა ჩვენ დავრჩებით დემოკრატიული მოდელი, მაგრამ რეალობაში რაც ხდება, ეს არის რა თქმა უნდა ავტორიტარული რეჟიმის მშენებლობა. ეხლა თავი რომ გავანებოთ კიდევ ერთხელ ყველაფერს, ქართულ ოცნებას საფუძველს ასეთი საუბრისა, რა თქმა უნდა, აძლევს იქ საქართველოს შიგნით არსებული მდგომარეობა და ოპოზიციური ფრონტის აბსოლუტური სისუსტე. ის რა მდგომარეობაში ჩვენ დღეს ვართ მოსულები, ეს არის დიდწილად კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ეს ქართული ოცნებას თავისი სტრატეგია გააჩნია და მთელი რიგი მიზნობრიობა ამ ქმედებების, მაგრამ მეორეს მხრივ ქართული ოცნება თუ დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი სასანქციო ზომა პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროპაში თუ ამერიკაში თუ ასე შემდეგ ის საბოლოო ჯამში არანაირ ეფექტს არ იმოქმედებს აქ პოლიტიკურ ლანდშაფტში არანაირ სანქცირება შეუძლიათ ცალკეულ ქვეყნებს ნუ ევროკავშირს რა თქმა უნდა ასე შემდეგ და ნუ შეიძლება მივიდეს აქამდე საქმე ხო თუ კიდევ ერთხელ რაც არ უნდა სანქცია უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს ამ შემთხვევაში ქართული ოცნების წინააღმდეგ იმიტომ რომ ქართული ოცნება წარმოადგენს ქვეყანას ამ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება დარწმუნებულია რომ ამ სანქციას მოკლედ თუ საშუალო ვადიან პერსპექტივაში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ველზე არანაირი ეფექტი არ მოყვა, რაც არ უნდა ასანქციუროთ ამ შემთხვევაში საქართველოს თუ ქართული ოცნება, ეს არანაირ პოლიტიკურ ცვლილებას ქვეყანაში არ გამოიწვევს. ამაში ის როგორც ჩანს, დარწმუნებულია, ის გავს ნაბიჯს ამ პოლიტიკური ველის, როგორც ჩვენ ვამბობთ ახლა მოსუფთავებისკენ, რეალურად საკუთარი დომინირების ქვეშ კონსოლიდირებისკენ და იცის რომ ახლო მომავალში სანამ შეიძლება სხვა პოლიტიკური მოთამაშეები გამოჩნდნენ ან სხვა ვიღაც საზოგადოებრივი ჯგუფები გამოჩნდნენ, მას სრული კარტ ბლანში აქვს და ეს კარტ ბლანში აძლევს მას სრულად თავისუფლებას იმისთვის, რომ ასეთი ენით ილაპარაკოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ. რაც კიდევ ერთხელ თუ ჩვენი ბაბლიდან გამოვალთ, სრულად ობიექტურად რაციონალურად გამართლებულია მისი მხრიდან. ხო, ნუ საბოლოო ჯამში სადამდე მივა ეს ყველაფერი ამას უნდა ვნახოთ, ხო, ეხლა თუ სრულ იზოლაციაში მოექცა ქართული ოცნება დასავლეთის მხრიდან, ეს რამდენად იქნება მე რა თქმა უნდა, სრული კატასტროფა მათი მხრიდან რა თქმა უნდა, სრული კატასტროფა გამართლებული, მაგრამ ნუ ქართულ ოცნებას ერთი მისი მედი აქვს, რომ გეოგრაფია უშველის და აქ რაღაცა შუა დერეფანი გეოგრაფია არ შველის შუა დერეფანი დაჭირდება დასავლეთს და მაინც მასთან ითანამშრომლობენ როგორც აზერბაიჯანთან და ეს არის მათი აქ ძალიან ესე კრიტიკულადაც შეიძლება ვიყოთ, რომ გეოგრაფია არ შველის არასდროს ისეთი გეოგრაფიულად მოშორებული ქვეყანაც კი როგორც ავღანეთი იყო რამდენჯერმე მოექცა მაინც ანუ არაფერი არ გადის ახლა რეალურად ავღანეთში მაგრამ საბოლოო ჯამში დიდი სახელმწიფოები ყოველთვის მიდიოდნენ ავღანეთამდე და ხდებოდა ყოველთვის ასე ვთქვა საჯილდაოქვა და ხლეჩდნენ ავღანეთს ჩვენ შემთხვევაში რადიკალურად სხვა სიტუაციაა და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საჯილდაოქვა დიდი სახელმწიფოების ასე ვთქვათ საბრძოლო ველი და ეს დინამიკა რა ჩვენ სახელმწიფოების გარშემო ვითარდება როგორც რუსეთში ასევე ჩვენს სამეზობლოში მაინც დამაიმედებელი არ არის და სწორედ ესეთი იზოლაციონისტური პოლიტიკა რომელიც ეყრდნობა აბსოლუტურად ყველა ბერკეტის მოსპობას რომელიც ჩვენ გეხმარება როგორც სახელმწიფო რო გადარჩე რეგიონში და განვითარდე როგორც ეკონომიკურად უსაფრთხოების თვალსაზრისით საბოლოო ჯამში მივალთ იქამდე რომ აქ იქნება პერსონიფიცირებული კი შიგნით ამ ერთი პერსონის გარშემო ძლიერი ვერტიკალი მაგრამ რომელიც სრულიად უსუსური იქნება ქვეყნის როგორც სახელმწიფოს დასაცავად გარე საფრთხეების წინაშე და ამ მომენტამდე თუ რამე არ შეიცვალა ჩვენ აბსოლუტურად მივალთ და მივალთ იმ მომენტამდე როცა აი ასეთი მართლობის პირობებში მართლობა ყოველთვის წავა დათმობებზე ეროვნული ინტერესების დათმობებზე მხოლოდ იმისთვის რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებ ეს არის მე კი არ ვიგონებ ეს არის ჩვეულებრივი ჭეშმარიტება ზოგადად პოლიტიკური პროცესების რომელიც ისტორიამ არაერთხელ შემოგვინახა და ესეთი ტიპის
რეჟიმები კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბევრ რამეს დათმობენ სახელმწიფოებრიობის და ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით, მხოლოდ იმიტომ, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება და ჩვენ ეს რა თქმა უნდა ავიცილოთ ეს ქართულ ოცნებასაც უნდა ესმოდეს, რომ საბოლოო ჯამში ესეთი მართლობა გვინდა თუ არ გვინდა, დარწმუნებული ვარ, მაინც არიან ქართულ ოცნებაში ბევრი, რომელსაც ჯერა საქართველოს მომავლის და პატრიოტებადაც მიიჩნევენ საკუთარ თავს, მაგრამ მათ უნდა ესმოდეს, რომ ესეთი მართლობა საბოლოო ჯამში პირდაპირ და პირველ რიგში აზიანებს სახელმწიფოებრიობას. ხო, ну ეს მათ როგორც ჩანს ჯერჯერობით არ აინტერესებთ, ხო, თავარი არის რომ გადარჩნენ და ხელისუფლებაში დარჩნენ. ამ ფონზე მე ვახსენე ნატოს სამიტი, რომელიც ახლა მნიშვნელოვანი სამიტი იყო ანკარაში და მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა იქ, ხო, ახლა განსაკუთრებით უკრაინასთან დაკავშირებით და ახლა ტრამპის ფაქტობრივად შეცვლილი პოზიცია, ხო, ჩვენ ხედავთ რომ ფაქტობრივად უკვე საუბრობს იმის შესახებ, რომ უკრაინა წინ მიიწევს ამ ომში, საუბრობს იმის შესახებ, რომ რუსეთს მოუწევს ასე ვთქვათ, რაღაცების აღიარება და დალაპარაკება, საუბრობენ იმის შესახებ, რომ პატრიოტის, ასე ვთქვათ, წარმოების უფლებას მისცემენ ზელენსკის და, ну, ნატომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება და მთავარ გამოაცხადა რუსეთი, რამაც ახლა რუსეთში გაღიზიანება გამოიწვია, პესკოვმა გააკეთა განცხადება, რომ ნატოს მიერ რუსეთის საფრთხედ გამოცხადება აგრესიულ ქმედებას წარმოადგენს, ხო? ანუ აქ იქეთ ადანაშაულებენ, ხო, ნატოს, ასე ვთქვათ, აგრესიაში და ამ ფონზე კვლავ განახლდა, ასე ვთქვათ, კონფლიქტი ირანში, ხო? ჩვენი სამეზობლოში ეს ვითარება არის და სწორედ ამ ფონზე არის საინტერესო ჩვენ სადავართ ამ ვითარებაში. ხოლმე ჩვენ საერთოდ ზოგადად ამოვარდნილები ვართ კონტექსტიდან, იმიტომ რომ ჩვენ არც ნატოს კონტექსტში არ განვიხილებით, ჩვენ არ განვიხილებით არც ნატოს გაფართოების. ზოგადად ეხა ერთ რამე უნდა ითქვას, დავიწყებ იმით, რომ მე მაინც ესეთი ოპტიმისტური ვერ ვიქნებოდი ამ სამიტთან დაკავშირებით და იმ შედეგებით რაც ვიხილეთ. მე პირადად ვერ ვიხილებ ფუნდამენტური ცვლილება ამერიკის, ანუ ტრამპის ადმინისტრაციაში, ზოგადად ტრამპში, უკრაინასთან მიმართებაში იმდენად ჩაციკლული არის ეს ადამიანი პუტინზე, რომ ზელენსკისთან ერთობლივი ინტერვიუს მსვლელობისას მან ჟურნალისტებს მიმართა, რამე კითხვა ხო არა გაქვთ მისტერ პუტინთანო და გაიშვირა ხელი ზელენსკისთან და არაერთი ესეთი შეცდომა მოუვიდა. გარდა ამისა, ის რომ განიხილება პატრიოტების წარმოება ამერიკული ლიცენზიით, ეს არის ის მინიმუმზე მინიმუმი არის რეალურად რისი გაკეთებაც ამერიკას შეეძლო, იმიტომ რომ ყველას ესმის, რომ რუსეთი ჯობნის უკრაინას ბალისტიკით, ან ბალისტიკური რაკეტებით და აი ამ რაღაც ნიშის ამოქოლვა არის საჭირო, იმიტომ რომ ეს პირდაპირ ჰუმანიტარულ კატასტროფას ქმნის უკრაინისთვის, იმიტომ რომ რუსეთი ბომბავს ამ ბალისტიკით ჩვეულებრივად დასახლებულ პუნქტებს და მსხვერპლი ეწირება. მაგრამ ეს ანუ ამერიკას არ გადაუდგამს რაიმე რადიკალური ნაბიჯი, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებას შემოიტანდა ფრონტის ხაზზე. ის 70 მილიარდი, რაც ნატომ გამოყო 2027 წლის პერიოდში, ესეც ის მინიმუმი არის რეალურად, რაც უკრაინას სჭირდება თავისი მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის და იმისთვის, რომ გააგრძელოს, ანუ კონდეს რესურსები, რომ არ ჩამოეშალოს ეკონომიკა და აწარმოოს ფრონტი. ამიტომ ჩემთვის ეს რაიმე ახალი და დამაიდებელი აქ არაფერი არ არის. მე ვერ დავინახე, ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ ტრამპის მიერ კიდევ წარმოიშვა ეს პრეტენზია გრენლანდიასთან მიმართებაში გახმოვანდა. ანუ როგორც მე ვხვდები, ანკარაში გარკვეულწილად მოხდა იმ რადიკალური განსხვავებების ერთგვარად გადაფარვა, იმ ფრაზეოლოგიით და ფორმულირებით, რომელიც დეკლარაციაში აისახა, თორე რეალურად ეს განსხვავებები მაინც არსებობს. ხო, თუმცა ბოლოს ტრამპმა მაინც თქვა, რომ კიო ნაწყენი ვართო ნატოზეო, ირანში რო არ დაგვეხმარაო, მაგრამ ვცდილობ ეს დავივიწყო, ხო? და ნუ ფაქტია, რომ ეს ახლა ბუნებრივია ამ ეტაპზე ამერიკა არის დაკავებული ირანით, მას აბსოლუტურად არ სცალია ევროპისთვის და ეს სტრატეგიული გადმოსახება არის ანუ დიდი საჩუქარი არის რუსეთისთვის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი საფრთხე არსებობს იმისა, რომ ამ ზაფხულში რუსეთის სამიტის შედეგებთან დაკავშირებით არ გეთანხმება ელენე ხოშტარია ციხიდან, ასე უბრალოდ საავადმყოფო და რომელიც წერს ასეთ რამეს, რაც ანკარაში ითქვა არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი. რუსეთს უნდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრულიო და მეორე პუნქტებად აქვს ჩამოტვირთული. პირველი ნატო მოახერხა კრიზისულ ვითარებაში აიღო ორიენტირი არა გაყოფასა და გახლეჩაზე, არამედ ძალიან კონკრეტულ მომავალზე ორიენტირებულ ქმედებებზე.
მე მოკლედ ვკითხულობ. ეხლა მეორე პუნქტი ის რაც ანკარაში თქვა არის არაუბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული სამხედრო, პოლიტიკური, თავდაცვითი, ინდუსტრიული და ეკონომიკური გადაწყვეტილებები, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობისთვის უშუალოდ მოკლე ვადებში არის დაგეგმილი. მესამე, იკვეთება ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, კრიზისმა წარმოშვა ახალი კონტურები, ეს არის რეგიონული მოთამაშეების მნიშვნელობა და აქ ცალსახა ლიდერი, რა თქმა უნდა, უკრაინა და ზელენსკი იჯდა ტრამპთან როგორც თანაბარი პარტნიორი, თვალნათლივ შეიმჩნეოდა მათ შორის ურთიერთობების წინსვლა ყველა თვალსაზრისით, როგორც დამოკიდებულების დონეზე, ასევე გადაწყვეტილების მიღების კუთხით. და ნუ რო შევაჯამოთო დასუსტებული ევროპის მაგივრად მიიღო გაერთიანებული ევროატლანტიკური მე ესეთი ოპტიმიზმი ნამდვილად არ მაქვს. ეხლა მე შევაქებ ელენე ხოშტარიას ოპტიმიზმს და მინდა მართლა დავიჯერო რომ ეს ასე იყოს, მაგრამ ომის მეხუთე წლის თავზე, ანუ მეოთხე წელი მთავრდება და მეხუთე წელი დაიწყება, როცა მეოთხე წლის თავზე ხდება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, მხოლოდ მეხუთე წლის თავზე, მეოთხე წლის თავზე ხდება იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გუშინ და გუშინ წინ უნდა გადადგმულიყო. აქ მოკლე ვადებზე კი არა, დაგვიანებულ ვადებზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ რეალურად. ჯობს გვიან. ხო, ანუ ეს უკვე რეალურად შეფასება. ანუ არა ის რომ რაღაც მოკლე ვადებში რამე ხდება, არამედ ჯობს გვიან. დღეიდან მოკლე ვადებში. ხო, ნუ სხვა თემა არის კიდევ ერთხელ რამდენად დეკლარირებული ვადები ის დაცული იქნება და რეალურად მართლა ამ ვადებში განხორციელება. კიდევ ერთხელ ევროპული ინდუსტრიის ჰარმონიზაცია და რაღაცნაირად მოთხოვნილებებზე მორგება, რაც არის, ეს არის გიგანტური საქმე. ყველა აღიარებს დღესდღეობით, აი ხა მარტივად რომ შეხედოთ გერმანული ბრიგადის შემადგენლობა რომ შეხედოთ, რომელიც წესით განლაგებული არის ლიტვაში და როგორ არის ის დაკომპლექტებული, მიხვდებით რომ თვალთ ესეთი ოპტიმისტი არ უნდა იყოთ, იმიტომ რომ 4500-იანი ასე ვთქვათ, ქვედანაყოფის პირობებში, როცა თქვენ საუბრობთ მხოლოდ რამოდენიმე ასეულის შევსებაზე, ეს მაინც კიდევ ერთხელ მე რამდენი წელია, რაც ეს ქვედანაყოფი წესით იქ არის ფორმალურად განლაგებული, ბევრ რამეზე მეტყველებს, ნუ სხვა თემებს ბუნებრივია ხა აქ არ შევეხები, მაგრამ ერთია კიდევ ერთხელ ნატოს ყოველთვის აქ ეს პრობლემა, ერთი არის ის დეკლარირებული განცხადებები, მეორე არის ის მწარე რეალობა, მათ შორის ხა თუ თქვენ შეხედავთ 22 წლიდან რა განცხადება ქონდა ნატოს, კერძოდ ის რომ 300,000 ოდენობის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფები უნდა ქონოდა ნატოს განლაგებული აღმოსავლეთ ფლანგზე, მიხვდებით რომ ამ ამოცანიდან ნატო არათუ შორს ასტრონომიული სიშორეზე იმყოფება. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ ჯობია ვიყოთ რეალისტები, შეხვდეთ ძალიან კარგი რაღაცა იქნება მიღებული, გადაწყვეტილი. უბრალოდ იმის თქვა მინდა რომ ეხლა რაც არის აი ამ პირობებში შექმნით, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტრატეგიული საფრთხე არსებობს რუსეთის მხრიდან, იმედია ეს არ განხორციელდება, მაგრამ თუ განხორციელდება, მაშინ იმედი ვიქონიოთ, რომ ნატო მაინც მას ექნება ის პოლიტიკური ნება ერთიანი მეხუთე პუნქტისადმი ერთგულობა კიდევ ერთხელ და რაც შეიძლება სწრაფი, არა ხანგრძლივი განხილვა ამ მეხუთე მუხლის და მე რაღაცნაირად ერთგვარი დაუღეჭელი თუ ესეთი რაღაცნაირად ამორფული გადაწყვეტილების მიღება ვინ და როგორ რა კონტექსტში უპასუხებს, არამედ ესეთი მკაცრი სამხრივი სიგნალის გაგზავნა რუსეთისთვის, რომ ნატო ყველაფერზე იქნება წამსვლელი. მადლობა დიდი, ლევან ძებისაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ გვექნება რეკლამის შემდეგ ჩვენ დაუბრუნდებით იმ აბსურდულ საქმეს, რასაც ქვია ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე, იცით რომ პოლიტიკოსებს იჭერენ, შეფრთხილ ჯერჯერობით გაურკვეველია რატო 12 წლიანი და 15 წლიანი მუხლები აქვთ მიყენებული. ლევან სამუშია იქნება ჩვენი სტუმარი, ადვოკატი და ლევო ძლიერი საქართველოს წევრი, ის ესწრებოდა დღევანდელ სასამართლო სხდომას და მოგვიყვება თუ რა ხდებოდა იქ. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე, რომელიც აღძრა ხელისუფლებამ ფაქტობრივად ყველა ოპოზიციური პარტიის, ურჩი ოპოზიციური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ ამ საქმეზე ბრალდებული არის სააკაშვილი და დაწყებული, მამუკა ხაზარაძე დამთავრებული, ყველა იგი ნიკა გვარამიანი, კამელია, ელენე ხოშტარია, სურა ჯაფარიძე, ბადრი ჯაფარიძე და ასე შემდეგ წაყენებული არის საკმაოდ ძიმე მუხლები, რავი ზოგი 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და უფრო მეტსაც და ბოლო პერიოდში ეს საქმე თითქოს აპაუზებული იყო, მაგრამ ბოლო ერთი თვეა ხელისუფლებამ საკმაოდ დააჩქარა ამ საქმეების განხილვა და როგორც
პოლიტიკოსები ამბობენ და ადვოკატები შეიძლება სადღაც აგვისტოს შუა რიცხვებში უკვე განაჩენიც იყოს გამოცხადებული. საინტერესოა, რატო ეჩქერება ივანიშვილს ფაქტობრივად მთელი პოლიტიკური სპექტრის ციხეში ჩაყარა. რაიცოდ რას აპირებს? ლევან სამუშიარი ჩვენი სტუმარი, ძლიერ საქართველოს ლელოს წევრი და იურისტი, პროფესიით ადვოკატი, რომელსაც მივესალმები, გამარჯობათ ლევან. მადლობა რაღაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენ ესწრებოდით დღეს სასამართლოს ხმას და ბევრი საუბარი მის შესახებ, რომ არის სულად აბსურდული საქმე, ანუ ადამიანებს ფაქტობრივად უმძიმესი მუხლები აქვს. საკუთარ იქნებ აგვიხსნათ როგორც იურისტმა, რა ბრალდებები აქვს ამ ადამიანებს წაყენებული და რა შეედებათ ბრალი. ამით დავიწყოთ, ჯერ ეს რომ ავხსნათ, გამმარტოთ, ანუ რატო აქვს ასე მძიმე მუხლები წაყენებული. მოგესალმები, მე რა მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები მაყურებელს, თავიდანვე გეტყვი ბევრი არაფერი ამ საქმეზე სალაპარაკო, იმიტომ რომ საქმე არ არსებობს საერთოდ მტკიცებულებების გარეშეა ეგ საქმე როგორ ახლა ნომერი მინიჭებული აქვს, მაგრამ მე როგორც დავასრულებ, როგორც ადვოკატი ამ შემთხვევაში, გეტყვით, რომ არა მარტო ადვოკატი, მაგრამ შეიძლება ვინმე თქვას, რომ აი ადვოკატი საუბრობს, მაგრამ უბრალოდ შესაძლებელია ვინმე ოპონირებას გაწიოს ამასთან დაკავშირებით, პრობლემა არ არის, თუ ვინმე ამის სურვილი ექნება. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ მამუკას და ბადრის მიმართ მე მგონი საზოგადოებას უკვე აღარ უკვირს პოლიტიკური დევნის სერიები, რაც კი ეს ადამიანები პოლიტიკაში შემოვიდნენ, იმ დღიდან უკვე პოლიტიკური დევნის ქვეშ იმყოფებიან, პოლიტიკური დევნის ობიექტები არიან და უკვე მესამე სისხლისამართლებრივი დევნა ამ ადამიანების მიმართ დაწყებული, ხოლო რაც შეეხება კონკრეტულ სისხლისამართლის საქმეს და სისხლისამართლებრივ და უпростоრად პოლიტიკური დევნის საქმეს, მე მას პოლიტიკურ დევნას უწოდებ, იმიტომ რომ სხვა მეტი არაფერი არის ამასთან დაკავშირებით. შემიძლია გითხრათ მე რომ საქმე ძალიან ბევრი მინახავს, ძალიან ბევრი პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისამართლის საქმეები მინახავს. თორემ მithქვამს რომ წარმოუდგენელია რა შეიძლება გაგაკვიროს, მაგრამ უკვე მივედით იქამდეც, რომ დღეის მდგომარეობით უმთავრესი ერთ-ერთი ქვაკუთხედი ჩემის შეხედულებით ბუნებრივია ბრალდების მხარის აქვს ხელში მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც საუბრობენ, რომ დაუშვათ აი მაგალითისათვის ავიღოთ ბადრი ჯაფარიძე ჟესტიკულაციით ანიშნებდა გარკვეული დაუმორჩილებლობისაკენ. ახლა უყურეთ და ანუ მიტინგზე იდგა და ხალხს რაღაც ჟესტიკულაციას მოუწოდებდა. მაგრამ მოვეკითხებით ახლა ჟესტიკულაცია, ან ჟესტიკულაციის ენა თუ იცით რა არის, რამე კურსები, სპეცკურსები თუ გაქვთ გავლილი ბატონო, ან ასე შემდგომ, ან თუ გქონიათ მანამდე სხვა საქმე რაღაცე წარმოებაში ან მოწმედ თუ ყოფილხართ, ან დანაშაულის ნიშნად შემცველი დანაშაულის ნიშნების შემცვლა თუ აღიქვამთ რამე ჟესტიკულაცია მოძრაობა რა საუბრობენ არა ეს პირველია ხო აი მივედით სამართალწარმოების ისტორიაში უკვე იმ დონემდე მივედით მე რა რომ აი 37 წლიდან ბევრი საქმე მინახავს ბევრი გვინახავს რა წაგვიკითხავს უпростоრად და მოგვისმენია და გვაინტერესებდა გავსი რამ არ გამიგია დღეის მდგომარეობით მივედით იქამდე რომ რაღაც ჟესტიკულაციის და სატელევიზიო ზოგ შემთხვევაში ინტერვიუებიდან გამომდინარე ჩვეულებრივად არის აღნიშნული სისხლისამართლის საქმეზე ამ შემთხვევაში მიმდინარეობს პოლიტიკური სისხლისამართლებრივი დევნა მე მას პოლიტიკურს უწოდებ სხვა ამ შეფასება უბრალოდ წარმოუდგენელია თქვენ თუ შეიძლება ვკითხოთ რომ რას ელოდებით, რა შედეგი იქნება და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. არა, მაგას არ ვიგებ, ჯერ მაინტერესებს რა ახსოვს მაყურებელს, ანუ ბრალის ფორმულება როგორი არის, მაგალითად ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის, რა შეედავებიან, რა საბოტაჟია საუბარი, საბოტაჟი ესე ქვია პირდაპირ ბრალ. კი, მაგრამ ახლა უყურეთ რა შეგამოიხატება ბრალის ფორმულირება. ხო და მაგას ლაპარაკობ, ზუსტად რაში გამოიხატება და რა საბოტაჟი თუ მაგას ლაპარაკობ, ხო და მაგას ლაპარაკობ ამასთან დაკავშირებით, რომ იქ დაუმორჩილებლობის და ამის შემდგომ მოწოდებასთან დაკავშირებით თურმე ეს ადამიანები ხელის მოძრაობით ან თავის მოძრაობით თუ ჟესტიკულაციით აკეთებდნენ ამ მოძრაობებს და ანუ ეს თურმე ყველა გებულობდა ამ ჟესტიკულაციის ენას. ნუ უბრალოდ ხერხულია ამაზე მე უხერხულება კიდევ ტრაგიკომედია უბრალოდ რომ ამ ესეთ სიტუაციას დავასრულებ ესეთ სიტუაციაში აღმოჩნდით მე რა მაგრამ მიმდინარეობს სისხლისამართლებრივი განხილვა აღნიშნული საქმეების ბუნებრივია მიდის საქმოწმის დაკითხვები მიმდინარეობს ჩემი შეფასებით როგორც იურისტის შეფასებით როგორც ადვოკატის შეფასებით ეს არის პოლიტიკური დევნა აღნიშნული სისხლისამართლების საქმეზე უბრალოდ ბადრის და მამუკასთან დაკავშირებით საუბრობ ხო როგორც მისი ადვოკატი ამ შემთხვევაში და არა მარტო როგორც თანაპარტიელი და თანამებრძოლი და
ჩვენი პარტიის ლიდერებზე საუბრობ, როგორც ადვოკატი, როგორც იურისტი საუბრობ, ამაზე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული იყო, ასევე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ის ეტაპები, უყურეთ, ის ეტაპები გადაელახა, რა ეტაპებიც გადალახა ამ საქმემ, მაგრამ ნახოთ რა და როგორ ამ შემთხვევაში, როდის დასრულდება, მე ზუსტად მაგასთან დაკავშირებით არ მინდა შევიდე, მაგრამ მიმდინარეობს დაჩქარებული წესით მიმდინარეობს აღნიშნულთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ რომ თვეში ერთხელ იყო და უცბად პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გადმოინიშნა და წავიდა სწრაფად, მაგრამ ერთი რამ მინდა მე რა გაგახსენოთ. ჩვენ ხომ ამ საქმეზე ვსაუბრობთ, აი ახლა ამ საქმეზე ვსაუბრობ. პარალელურად ჩვენ ვნახეთ სულ ერთი კვირის წინ დაახლოებით ხა დღე და საათი შეიძლება არ გვეგავიხსენოთ და ერთი კვირის წინ ვნახეთ საქართველოს პარლამენტში ჯგუფური ძალადობა. რა ვიცი, სხვა რა იყო იქ? ჯგუფური ძალადობა. მოდი უდანაშაულობის პრეზუმპცია არ დაურღვიოთ ამ ხალხს. ხო და სად არის დაწყებული გამოძიება, რომლის გამოძიების დაწყების ვალდებულება ქონდა პირდაპირ გეუბნებით. ნუ პარლამენტში ჩხუბია სხვაგანაც ხდებაო და მაგის გამო ხალხს არ იჭერება. მე მაგამდე მივალ, მაგამდეც მივალ. სად არის დაწყებული გამოძიება? განსაკუთრებით მძიმე, სავარაუდოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზეა საუბარი, რომელსაც 30 წელი აქვს ხანდაზმულობის ვადა. პირდაპირ გეუბნებით 30 წელი აქვს ხალხმა ხანდაზმულობის ვადა, 30 წელი რო გავიდეს, ხანდაზმული, ანუ 30 წლის განმავლობაში ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ დროს შეიძლება სისხლის სამართლების დევნა დაიწყოს კონკრეტული პირების მიმართ და ხო ის აუცილებლად, ნუ არის ახლა კითხვა ყველამ ვიცით. საქართველოს კონსტიტუციაში რა წერია ყველამ კარგად ვიცით. არანაირი იმუნიტეტი, ჯერ იმუნიტეტზე დაიწყეს ხაზგასმა, არანაირი იმუნიტეტი მათ იქ არ იცავს მერაბ. მე მინდა დაგანახოთ ამ შემთხვევაში ორი რეალობა და ორმაგი სტანდარტი ამ შემთხვევაში და როგორია მიდგომა, არანაირი იმუნიტეტი მათ არ იცავს იქ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულება პროკურატურის, როდესაც დანაშაულის ნიშნები არსებობს, დაიწყოს გამოძიება აღნიშნულთან დაკავშირებით, იმუნიტეტი იცავს, მხოლოდ არა, იმუნიტეტი არ იცავს პარლამენტის წევრს, არც სისხლის სამართლებრივი დევნიდან, არც გამოძიების დაწყებიდან ამ შემთხვევაში და არავის არ უშლის ხელს უბრალოდ გამოძიებას სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე, გამოძიების დაწყებაზე, არც სისხლის სამართლებრივი დევნიდან არ იცავს, არც საბოლოო შედეგის დადგომიდან არ იცავს არანაირად იმუნიტეტი. ახლა მე ვივალდებთ იმ საკითხს, რომ თურმე რაღაცა საერთაშორისო პრაქტიკა ყოფილა ხალხო წარმოუდგენელია ხო ხედავთ რა სადამდე მიდიან რომ გამართლება ჭირდებათ ამ შემთხვევაში აქ ერთ შემთხვევაში გვეუბნებიან რომ რაღაც ჟესტების ენით რომ ადამიანებს გრალდებულები არიან და მეორე შემთხვევაში გვეუბნებიან რომ ხო წარმოგიდგენთ აქ ჟესტიკულაციის ენითო ჟესტების ენითო ადამიანები თავარი ერთ-ერთი მტკიცებულება უმთავრესი ახლა ბადრის და მამუკასთან მიმართ ეს არის და პოლიციელები რომლებიც ამას ყვებიან ხო მაგაზია ხო მეტი ახლა რა ვიცი ხო ჟესტების ენაზე საუბრობენ ჟესტიკულაციის ხაიმჩის და მათ აღქმაზე საუბრობენ მივალ მაგამდე და მეორე საკითხი არის მერაბ რა მეორე არის რომ აი აქ ეს შემთხვევა და მეორე არის როდესაც თვალნათილ თელმა საქართველოს უყურა ამ ყველაფერს ხო და გვეუბნებიან რაღაცა თუმცა პრაქტიკა არსებობს გაუგონარი რომლის პრაქტიკიდან გამომდინარე თუმცა არ შეიძლება და არ ხდება ანუ გამოძიების დაწყება ხო ხედავთ რა როგორი სიტუაცია აი ეს მინდა ეს კონტრასტი უნდა დაინახოს მოქალაქეებმა ეს ყველაფერი ხო კარგით მე ვარ და უშუალოდ ვინმე თქვას ადვოკატი ხარ კონკრეტული საქმის ამ პოლიტიკოსი ხარ და დაინტერესებული ხარ ამ შემთხვევაში ადვოკატი ხარ მაგრამ ხალხო ნახეთ აი ეს კონტრასტი უნდა დაინახოს ყველამ უნდა ნახოს სადაც ღია აშკარა გამოხატული დანაშაულია სადაც თქვენი კოლეგა ქალბატონი რომელიც ქალბატონი მზია რომელიც სილის გალაწუნებაზე ზის საპრობილეში ქალბატონი ელენე რომელიც დაკავებულია საპრობილეში ზის და პატიმრობაში იმყოფება და რამდენი ჩამოვთვალო პატიმრები ამ შემთხვევაში პოლიტიკური საქმეების და აქეთ ხედავთ ჩვენ ამ ადამიანებს რომლებაც სხვათა შორის კანონები მიიღეს ტროტუართან დაკავშირებით რომლებაც მრავალი აკრძალვები დააწესეს იქ სადაც პენსიები უყურეთ მე რა ხდება იქ სადაც პენსია 495 ლარია უმაღლესი პენსია და საქართველოს მოქალაქეების შიმშილის პირას არიან 5000 ლარიან ჯარიმებს უწესებენ იმ ქვეყანაში და როგორი ჯარიმებია მათ სამაგეროდ 12000 13-14000 აქვს ხალხად აი უთანასწორობა სამართლებრივი მერაბ უთანასწორობა სოციალური მერაბ უთანასწორობა სოციალური უთანასწორობა არის ჩვენ ხედავთ რომ კორუფცია ეს მოგებული ტენდერები ამ შემთხვევაში კორუფციამ გადაჭამა ეს ქვეყანა როდესაც ჩვენ
საუბრობდით, რომ კორუფციამ შეჭამა ქვეყანა და საუბრობდით ამ ყველაფერთან დაკავშირებით, გვეუბნებოდნენ, რომ სიცრუეს აღწეროთ. დღეს იგივე საქმეებზე თვითონ აკავებენ ადამიანებს. ხო, აქეთ რა ხდება მე რა 22727 ბავშვმა დატოვა ქვეყანა და წავიდა ამ ქვეყნიდან. გარბის ხალხი ამ ქვეყნიდან და მიდის. ბავშვმა შობელმა გამოიყვანა, რომ სწავლა შეაწყვეტა, რომ საზღვარგარეთ წავიდეს. ხო, საქართველოს მომავალმა დატოვა საქართველოს და წავიდა ქვეყნის გარეთ. აგერ ვხედავთ, რომ და დაუბრუნდებით თქვენს ერთი წუთით და დაუბრუნდებით თქვენს კითხვას მე მინდა უბრალოდ მივაქციო ყურადღება ტყვილების კასკადზე ვსაუბრობ. აი, სახი არის ეს ყველაფერი, ხო? აგერ ვხედავთ, რომ ანაკლის პორტის მშენებლობა მე რა უბრალოდ სირცხვილია ეს ყველაფერი. ხალხო, მათ არ ცხენიათ. დაანონსეს მე რამდენად. მე რა ხო ხედავთ, აი აგერა მაქვს, აი წამოღებული მე რა ვუყურეთ. აი, ყველაფერი დოკუმენტირებული და მტკიცებულებით არის. აი ეგ ქართული ოცნების მხრიდან 12 დეკემბერი 2022 წელი ლევან დავითაშვილი ახალხო აგერ მეგობრებო ლევან დავითაშვილი საუბრობს რომ 2023 წელს დაიწყება პორტის მშენებლობა შემდეგ ღარიბაშვილი 23 წლის 20 აპრილს საუბრობს რომ ჩვენ არ დაველოდებით ინვესტორების შემოსვლას და ვიწყებთ ხელსამუშაოებს შემდგომ ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს 23 ივნისს ასევე რომ სამუშაოები დაიწყება წელს და დაახლოებით შემოდგომაზე ოქტომბერში აი მე რა ერთი ეს მტკიცებულება თქვენ და მაყურებელსაც მინდა შემდგომ ისე ანუ წარმოგიდგენთ ხო ერთი ობიექტის შენებლობას მე რა რამდენჯერ იწყებენ შემდგომ არის 30 ამ შემთხვევაში ივნის ღარიბაშვილის გაკეთებული განცხადება რომ იწყებენ შენებლობას და პარალელობას მოიძიებენ ამ შემთხვევაში იმას რა ქვია ინვესტორებს ისევ ღარიბაშვილი საუბრობს 23 წლის ნოემბერში საუბრობს ანალოგიურად რომ აქ 70 მილიონზეა საუბარი და მარტში დავიწყებთ უკვე საუბრობს 22 წლიდან ხო ყოველთვის იწყებდნენ ლამის შენებლობას და უკვე 24 წლის მარტში იწყებენ საუბარს ნუ მე ღარიბაშვილის ბედი ვნახეთ ხო სადაც არის ახლა და ესტაფეტა აიღო კობახიძემ. ახლა უკვე 7 მარტს საუბრობს 7 თებერვალს საუბრობს კობახიძე 2024 წელს სამუშაოები უკვე დაწყებული იყო 24 წელს გვეუბნება რომ ანაკლის პორტის მშენებლობა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნებაო. აგერ ბატონო, აი, ნუ არის ჯამ ბევრი სიცრუე, მეტი არაფერი არ არის. აგერ მე რა კიდე 19.03.24 განცხადება 2024 წლის 19 მარტს გეგმა არის უკიდურესად კონკრეტული მაისში დასრულდება პროცედურები და ტენდერი არის რაც ტენდერთან არის დაკავშირებული და ივნისში უკვე დაიწყებოდა სამუშაოები მე რა. აი აგერ ნახეთ რომ 29-ში ისევ იმავე წლის 24 წლის ამ შემთხვევაში 29 ივნისს ძალიან მალე იწყებდნენ უკვე სამუშაოებს და ამაზე კონკრეტულ განცხადებებს აჭრის. შემდეგ ლევან დავითაშვილი იგივე საკეთებს 01-08-24-ში რომ იწყებენ სამუშაოებს. არ გაჩერდა ხო შეიძლება თქვენს დაიღალეთ მაყურებელს ეს უნდა იცოდეს ხალხმა. აი ვისთანა გვაქვს საქმე. შემდეგ 22-ში ოქტომბერს 24 წლის ბოლოს აგერ მოვედით 26 წლის 8 აპრილს და ასევე ბოლოს აგერ იყო ახლა სულ ახლახანს რაზეც მარიამ ქრუვიშვილმა გააკეთა. მე ამას რატო გეუბნები და ამას დაგიტოვებ და აი გაეცანით ეს არის კონკრეტული მტკიცებულებები მეგობრებო. ეს ხაერში ხო არა გვაქვს ნათქვამის კონკრეტული მტკიცებულებები და პარალელურად საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან. აი ეს ზუგდიდში და სამეგრელოში ეს უნდა ყოფილიყო პროექტი. საუკუნის პროექტი მარტო სამეგრელოს რეგიონისთვის კი არა, სრულიად საქართველოსთვის, რომელიც სამუშაო ადგილების პრობლემას მნიშვნელოვნად გადაწყვეტა და გადაწყვეტს. ხო და ახლა რასთან გვაქვს საქმე? აი მაგალითისთვის სოფელი დიდინეძი, სულ ამას ვახსენებ. იმხელა სოფელია სამეგრელოს ზუგდიდში, ანაკლიასთან ახლოს. და ერთმა ბავშვმა დაამთავრა საშუალო სკოლა. ერთმა ბავშვმა დაამთავრა. გარბი საქართველოს მოქალაქეები, მე რა ქვეყანა დაცლილი. აი მაგალითად ახლა ჩემი პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, აი დღეს ახლა აჭარაში იმყოფებოდა, იქიდან ახარ თქვენს ირაკლი გუშინ სამეგრელოში იყო, გურიაში აქვს შეხვედრები და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში დადის ლანაგალდაო ასე შემდეგ და ასე მეც და ყველანი დავდივა. საქართველოს მოქალაქეები რას შევრიან, იცი, უმშევრობა. ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეები გარბიან, ქვეყანა იცლება. და ესენი გვეუბნებიან, აი, წარმოგიდგენთ, ერთ პროექტს რამდენჯერ იწყებენ, ხალხო? ერთი პროექტი რამდენჯერ დაიწყეს და რამდენჯერ განაახლა. აი, ამაზე არის საუბარი. ხო, და ამ ფონზე მე ისევ ამ საქმეს მინდა დაუბრუნდე, შეიძლება მთელი ოპოზიციური სპექტრი აღმოჩნდეს ციხეში პოლიციელების ჩვენებით, რომ ისინი მიტინგზე იდგნენ და ხელებით ხარს ანიშნებდნენ, რისკენ ანიშნებდნენ, რომ რაღაც პარლამენტისკენ დაძაბულობდნენ. კი, უკვე ეს უკვე სხვა. აი, კარგი რაღაცაა დაშვით კითხვა. კი ბატონო, ისე ამ საქმეს დაუბრუნეთ ბუნებრივი სიამოვნებით. უბრალოდ მე მინდოდა მეჩვენებია
მაყურებლისთვის სამართლებრივი უთანასწორობა თუ რასთან გვაქვს საქმე, სოციალური უთანასწორობა და უსამართლობის თაიგული თუ რაც არის ქვეყანაში დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით და მე რა არის იცით, როდესაც მე კონკრეტულად ამ საქმის ადვოკატი ვარ და მე ვისაუბრებ მამუკასთან ბადრისთან დაკავშირებით და მე მინდა გითხრათ რომ აი კარგი კითხვა დასვით ახლა თქვენ, აი ხელებით როგორ საუბრობენ, უკვე ეს ხელებით მოძრაობა და ჟესტიკულაციის ენით რაც პირველად ჩემ პრაქტიკაში პირველად ნახეთ ერთ რო იცოდეთ დიახ გისმენთ კითხვაზე ან მაყურებლებს ვაუხსნათ რადგან არ არსებობს აქ საუბარია 2024 წლის ნოემბრის აქციაზე კი აქციასთან დაკავშირებით როცა დაიწყო კობახიზევის გაშენა მე ხალხო გამდა რადგან არ არსებობს პოლიტიკოსების განცხადებები და მოწოდებები ხალხო მოდით მთავრობა დავამხოთ ხალხო მოდით პარლამენტში შევიჭრათ მოდით რაღაცა გავაკეთოთ ეს განცხადებები რადგან არ არსებობს ეხლა მოიყვანეს პოლიციელები რომლებიც ამბობენ რომ განცხადებები კი არ არსებობსო მაგრამ მიტინგზე იდგენო და ხელებით ანიშნებდნენ მთავრობის დამხობისკენ ხო თუ რა დაახლოებით ეგ ვარიანტი არის თქვენ მოგისმენიათ ჟურნალისტი ხართ აქტიურად აშუქებდით იქ აქციაში მონაწილეობას ღებულობდით რაიმე კანონ საწინააღმდეგო მოწოდება მსგავსი? ხო. არ თუ მოგისმენიათ თუ ხო ამას ვამბობ რა, ეს თვითონაც ვერ მოიტანეს ეს მოწოდება. ინტერვიუ რომელიც ჩვეულებრივად პოლიტიკოსის ამ შემთხვევაში საუბარია, რომელთანაც ნუ ახალ ამაზე შეგვიძლია თელი დღე ვისაუბროთ, არა პრობლემა. მაგრამ შევიჭრათ სადმე. მაგრამ უყურეთ ახლა თავი რატო აი ჟესტიკულაციის ენია. იმით ვერ ამაგრებენ, ხო ახლა უნდა დამხმარე, ხო და ახლა ჟესტიკულაციის მეცინება ზოგჯერ რომ საუბრობ, იმიტომ რომ ვინმე სწორედ ხო ვერ დავიჯერებდი უბრალოდ მე შემდგომ საუბრობს კონკრეტული ადამიანი რომ ის აღიქვა მან უყურეთ მან აღიქვა ძალადობისკენ ან მოწოდებად ხო ხელის გადაითარგმნა მისი აღქმაში ამ შემთხვევაში და ამასთან დაკავშირებით ვართ აი ამ სიტუაციაში მე რა ხო აფარ ახლა როგორ უნდა იყოს იმიტომ რომ მე სპეციალურად ვსვამ დავსვი ეს კითხვები იმიტომ რომ სპეციალური ცოდნა რა ამე ხო შეიძლება კონდეს ადამიანს რომ რაღაცა გაშიფრებს სისტემის ხო რა ვიცი ხო და იყო ესეთი კითხვებიც რომ მარტო 5 ადამიანი და 4 ასე იქნებდა ხელს თუ სხვები საქართველოს სხვებიც ხო ბუნებრივი უბრალოდ რა ვიცი ეგ სიტუაცია ეგ არის იქ ხოლო ინტერვიუებთან რასაც საუბრობ რას თქვენ ნახეთ არის ხანგრძლივი სატელევიზიო მასალები წარმოდგენილი ამ შემთხვევაში რაც პირდაპირ ეთერში გადაიცემო და იქ არის მოწოდებები შევიჭრათ ხო და მაგას გახსოვს გავსი რა მითხარ გახსოვთ ანუ ახლა მე არ დავიწყებ ანუ უბრალოდ მაყურებელი თან ახლა ვიზია ლაპარაკი ხო კაიო სხვები რადიკალ მე რა ბადრი ჯაფარიძე რომ ვიღაცას რაღაცა პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდებდა აბა სამაგერ შემდეგ ბადრი ჟესტიკულაციის ენით ვაგებელსაუბრებიან ხო აი ამაზე არის საუბარი და ხელების მოძრაობა არის და ასე შემდეგ ნუ არის კიდე ჩვენ და მე პირადად ჩვენ მხარე მე ვერავიქვი ეს როგორ შეიძლება ჟესტიკულაციის ენით და თუ რაც ქვია ამას ენას რა დავარქვათ მოძრაობებით თუ რაღაცით ხო ნუ ნახოთ როგორ გაგრძელდება ეს საქმე მადლობა დიდი ლევან სამუშია იყო ჩვენი სტუმარი ლელოს ლერის საქართველოს წევრი ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე მე ხვალამდე გემშვიდობებით